1.79 ამოცანა. მუდმივი ძალის მოქმედებით სხეული იწყებს თანაპარაჩქერებულ მოძრაობას და რაღაცა მანძილის გავლის შემდეგ იძენს 10 მეწამს სიჩქარეს. რა სიჩქარე შეიძენს იმავე ძალის მოქმედებით, იმავე მანძილის გავლისას მეორე სხეული, რომლის მასა 4-ჯერ მეტია. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი V პირველი არის 10 მეტრი წამში, S პირველი უდრის S მეორეს და M მეორე არის 4-ჯერ M პირველის ტოლი. და რისი ტოლი არის V მეორეო. მასშტაბები, აი თქვათ, რაღაცა სხეული გვაქვს, რომლის მასა M1 არის და მასზე იმოქმედა რაღაცა ძალა. ხო, აქ კიდე ესე იგი F პირველი უდრის F მეორეს. ხო, ესე იგი თქვათ, გვაქვს რაღაცა სხეული, რომელზედაც მოქმედებს F პირველი ძალა. ეს სხეული ცხადი აჩქარებულად მოძრაობს და რაღაცა მანძილის გავლის შემდეგ, აი ეს მანძილი გაიარა და მან შეუიძინა V პირველი სიჩქარე. თავიდან გაჩერებული იყო. ცხადია, შეგვიძლია დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, F პირველი არის MA პირველის ტოლი. ეხლა, რადგან საწრის სიჩქარე V0-ანი 0 იყო და აქ რაღაცა V პირველი სიჩქარე გაუჩნდა, ჩვენ შეგვიძლია ამ გავლილი მანძილისთვის დავწეროთ ფორმულა. V1-ის კვადრატი, ესე არის V1-ის კვადრატს მინუს V0-ანი კვადრატი შეფარდებული 2A პირველზე. ნუ საწრის სიჩქარე არ ქონდა, ამიტომ S პირველი ტოლი იქნება V პირველი კვადრატი 2-ჯერ A პირველზე. აქედან A პირველი არის V1-ის კვადრატი 2S1-ზე. შევიტანოთ ეს ნიუტონის მეორე კანონში, ესე იგი F1 არის M A პირველი V პირველი კვადრატი შეფარდებული 2S1. ეხლა მეორე სხეული გვაქვს, რომლის მასა 4-ჯერ მეტი არის, მაგრამ იგივე ძალა მოქმედებს. ესე იგი, იგივე F პირველი არის, ხო ეს M პირველი იყო. M პირველი. ეს იქნება M2 A2. ეხლა A2-ისთვის შეგვიძლია ანალოგიური ფორმულა დავწეროთ. ესე იგი, მანძილი S2 უდრის S1-ს და S2-ისთვის შეგვიძლია დავწეროთ, რომ ეს არის V2-ის კვადრატი 2-ჯერ A2. საიდანაც A2 არის V2-ის კვადრატი 2S2-ზე. შევიტანოთ ამ ფორმულაში, ხო და გვექნება F1 არის M2 V2-ის კვადრატი 2-ჯერ S2. გავუტოლოთ ეს ზალები ერთმანეთს. ესე იგი, M1 V1 კვადრატი 2S1 არის M2 V2-ის კვადრატი 2S2, მაგრამ S2 S1-ის ტოლი არის, ამიტომ ესენი შეიძლება გავუკვეცოთ. S2-ებით შეიძლება გავუკვეცოთ. მექნება M1 V1-ის კვადრატი უდრის M2 V2-ის კვადრატი. M2 4-ჯერ M1-ის ტოლია. შევიტანოთ აქ M1 V1-ის კვადრატი არის 4-ჯერ M1 V2-ის კვადრატი. M1-ები გაიკვეცება და მექნება, აი აქ დავწერო V2-ის კვადრატი იქნება V1-ის კვადრატი შეფარდებული 4-ზე, ანუ V2 იქნება ფესი რომ ამოვიღო V1-ის ნახევარი. 1-ის მე-80 ამოცანა. იპოვეთ საბუქსირო გვარლის სიხისტე, თუ 2 ტონა მასის ავტომობილის ბუქსირებისას იგი 1 სანტიმეტრითაა წაგრძელებული, ხოლო ავტომობილი იწყებს მოძრაობას თანაბარაჩქერებულად და 10 წამში 25 მეტრ მანძილს გადის. ჩავწეროთ მოცემულობა, რომ მასა ავტომობილის არის 2 ტონა, ანუ ეს არის 2 10-ის მესამე ხარისხად კილოგრამი. X-ი წაგრძელება არის, ესე იგი 1 სანტიმეტრი, ანუ ეს არის 0.01 მეტრი. დრო T არის, ესე იგი 10 წამი,
საწყისი სიჩქარე ვენული არის 0-ის ტოლი და საბოლოო სიჩქარე არის გავლილი მანძილი არის ესე იგი 25 მეტრი და გვეკითხებიან როგორი იყო სიხისტეო? კა არის კითხვის ნიშანი. ჩავწეროთ ესე იგი ამ სხეულის მოძრაობა, ხო? ესე იგი ეს არის თქვათ რაღაც ავტომობილი, ეს არის საბუქსირო გვარლი, ესე იგი და აი ამ დრეკადობის ზალამ მიანიჭა ამ სხეულს აჩქარება. F დრეკადობა არის M-ას ტოლი. მეორე სხივ დრეკადობის ზალა ეს არის KX-ი უდრის M-ას. ახლა ჩვენ შეგვიძლია ჩავწეროთ S-ისთვის ფორმულა. გავლილი მანძილისთვის, რადგან აჩქარებულად მოძრაობდა უსაწყისო სიჩქარით, S-ი არის AT² ნახევარი. აქედან A არის 2S-ი შეფარდებული T კვადრატზე. შევიტანოთ აი ამ ნიუტონის მეორე კანონში KX-ი არის M-ი 2S-ი T კვადრატზე და აქედან სიხისტე გვექნება M-ი 2S-ი K ისა X ბოდიში X-ი T კვადრატზე. აი ამ ფორმულით დავითვლით ჩვენ როგორი არის სიხისტე. 1/91 ამოცანა. 1 კილოგრამი მასის უძრავ სხეულზე იწყებს მოძრაობას 10 ნიუტონი ძალა. ძალა მოქმედებს 10 წამის განმავლობაში, ერთი მიმართულებით, ხოლო შემდეგ კი ამდენივე ხანს საპირისპირო მიმართულებით. იპოვეთ სხეულის გადაადგილება და გავლილი მანძილი. მოცემულია რომ მასა არის 1 კილოგრამი, მოდებული ძალა არის 10 ნიუტონი, მოქმედების დრო არის ესე იგი 10 წამი, აი ამ ძალის მოქმედების დრო და 10 წამის განმავლობაში, ეს T პირველი არის, მოქმედებდა ძალა ერთი მიმართულებით და მეორე 10 წამის განმავლობაში საპირისპიროდ მოქმედებდა. ვეკითხებიან გავლილი მანძილი და გადაადგილება რისი ტოლი არის. გადაადგილება აღნიშნოთ S-ით, გავლილი მანძილი აღნიშნოთ L-ით. დავხატოთ ესე იგი სურათი. აქ არის რაღაცა სხეული, რომელზედაც მოქმედებდა F ძალა და ეს ძალა ანიჭებს ესე იგი ამ სხეულს აჩქარებას. ესე იგი F-ი უდრის M-ას. აქედან აჩქარება არის ესე იგი F-ის შეფარდება M-თან. ეხლა თუ ეს ზალა 10 წამის განმავლობაში მოქმედებდა, 10 წამის განმავლობაში ეს სხეული აჩქარებულად მოძრაობდა და აი აქ რაღაცა საბოლოო სიჩქარე შეიძინა. ხო, ეხლა ჩვენ ამ 10 წამის განმავლობაში S პირველით გავლილი მანძილი აღნიშნოთ S პირველით. S პირველი იქნება A T კვადრატ ნახევარი. ეხლა აი ამ მომენტში ძალამ შეცვალა თავისი მოქმედების მიმართულება. ეხლა ნიუტონის მეორე კანონი დაიწერება ანალოგიურად. F-ი უდრის M-ას. MA პირველს, მაგრამ ამ A პირველს სიდიდით იგივე მნიშვნელობა ექნება, მაგრამ ის მიმართული იქნება საპირისპირო მიმართულებით. ეხლა ეს ამ სხეულზე ეს ზალა ისევ 10 წამის განმავლობაში მოძრაობდა. ამიტომ ეს სხეული გააგრძელებს ესე იგი მოძრაობას და ეს მეორე ტოლი იქნება საწყისი სიჩქარე ეხლა აქ VT minus AT კვადრატ ნახევარი. ეხლა საქმე ის არის რომ 10 წამის განმავლობაში რა სიჩქარეს დააგროვა, რადგან აჩქარება იგივე ექნება, 10 წამის განმავლობაში ეს სიჩქარე განოლდება. ეს შეგვიძლია დავამტკიცოთ იქიდან, რომ დავწეროთ სიჩქარის დროზე დამოკიდებულების ფორმულა. აი V1 არის Vs minus AT. ეხლა ეს საბოლოო სიჩქარე იქნება
V1 იქნება თვითონ ეს V, რომელიც სხეულმა დააგროვა 10 წამის განმავლობაში, როდესაც აჩქარებულად მოძრაობდა, ეს V არის AT-ს ტოლი. ეს რო აქ შევიტანო, ეს იქნება AT-ს მინუს A1T, მაგრამ A1-ის ტოლი არის სიდიდით, ამიტომ V პირველი გახდება 0-ის ტოლი. ესე იგი, იმ 10 წამის განმავლობაში აი აქ სხეული გაჩერდება. V1 0-ის ტოლი იქნება. ამიტომ, ცხადია რომ ესე იგი, ეხლა S2 რო დავთვალო, ხო? S2 არის, ნახეთ, V ხო იყო AT გამრავლებული T-ზე მინუს AT კვადრატ ნახევარი. ამიტომ ეს იქნება AT კვადრატს გამოკლებული AT კვადრატ ნახევარი და გამოვა AT კვადრატ ნახევარი. ასე რომ ეს S პირველი და S მეორე ერთმანეთის ტოლი არის. მთელი გადაადგილება S იქნება S პირველს პლუს S მეორე და გავლილი მანძილიც იქნება S პირველს პლუს S მეორე. 92 ამოცანა. ურიკამ გარკვეული ძალის მოქმედებით დაიწყო მოძრაობა და რაღაც დროში გაიარა 40 სანტიმეტრ მანძილი. როდესაც ურიკაზე დადეს 200 გრამი მასის ტვირთი, იმავე ძალის მოქმედებით, იმავე დროში მან გაიარა 20 სანტიმეტრი. იპოვეთ ურიკას მასა. ჩავწეროთ მოცემულობა. ესე იგი, S პირველი არის 40 სანტიმეტრი, T პირველი უდრის T მეორეს, M ის ტვირთი რო დაადეს, ეს არის 200 გრამი, ანუ ეს არის 0.2 კილოგრამი. ძალა ერთდაიგივე მოქმედებდა, ესე იგი F1 უდრის F მეორეს და დროები ვთქვით ჩვენ, ესე იგი ერთმანეთის ტოლი არის. ხო, და S მეორე არისო 20 სანტიმეტრი. გვეკითხებიან ურიკის მასას. მოდი M დიდით აღვნიშნოთ ურიკის მასა. თავდაპირველად მასშტაბებმა მხოლოდ ურიკა მოძრაობდა, რომლის მასა იყო M. ამიტომ დაიწერება ნიუტონის მეორე კანონი. F არის MA პირველი. ეხლა მე ურიკაზე, M მასის ურიკაზე დაადეს M ტვირთი, ამიტომ დაძალა იგივე მოქმედებს. F იქნება M-დიც პლუს M პატარა A პირველი. ხო, ეხლა S პირველი, ეს არის პირველ შემთხვევაში გავლილი მანძილი რაღაცა T1 დროში. ამიტომ ეს იქნება A1 T კვადრატ ნახევარი. ეხლა S მეორე არის A მეორე იგივე T კვადრატ ნახევარი. ეხლა ეს ძალები მოდი გავუტოლოთ ერთმანეთს. MA პირველი უდრის M-დიც პლუს M პატარა A მეორე. ეხლა A პირველი მოდით აქედან ვიპოვოთ, A მეორე აქედან. ეს იგი M2 S1 T კვადრატი უდრის M-დიც პლუს M პატარა 2 S2 იგივე T კვადრატზე. T-ები ტოლია გაიკვეცება, ეს ორები გაიკვეცება და ვიცით რომ S1 არის ორჯერ მეტი. ეს 40 სანტიმეტრია, ეს 20 სანტიმეტრია. S1 არის ორჯერ S2. შევიტანოთ ესე იგი ამაში M ორჯერ S2 არის M-დიც პლუს M პატარა S2. S2-ები გაიკვეცება და მექნება 2 M დიდი უდრის, გავხსნათ ჩხილები, M-დიც პლუს M პატარა. ეს გადავიტანოთ M დიდი იქეთ მხარეს და M დიდი გამოვა M პატარის ტოლი. ესე იგი მათი მასები თურმე ტოლი ყოფილა. 93 ამოცანა. გამოიანგარიშეთ სიმძიმის ძალის აჩქარება მზეზე, თუ მისი რადიუსი 108-ჯერ მეტია დედამიწის რადიუსზე, ხოლო სიმკვრივე ისე შეეფარდება დედამიწის სიმკვრივეს, როგორც 1/4-დან. დავწეროთ, ესე იგი, რომ R მზის არის
108-ჯერ R დედამიწისა, ხოლო რო მზის რო დედამიწაზე არის 1/4 სტოლი. უნდა გამოვთვალოთ თავისუფალი ვარნის აჩქარება მზეზე. გავიხსენოთ რა არის თავისუფალი ვარნის აჩქარება. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის რაღაცა პლანეტა, ჯერჯერობით ზოგადად გავაკეთოთ და მის მახლობლად იმყოფება რაღაცა, ხო, ამ პლანეტის მასა აღნიშნოთ m დიდით, მის მახლობლად იმყოფება რაღაცა m რადიუსის, m მასის სხეული, პლანეტის რადიუსი იყოს r დიდი და მისი სიმკვრივე იყოს ρ. მოდით ჩავწეროთ, ესე იგი, ახლა რა ძალით იზიდავს პლანეტა აი ამ m მასის სხეულს, რომელიც მის ზედაპირთან ახლოს არის. ეს არის გრავიტაციული მიზიდულობის ძალა, გამა m პლანეტისა m სხეულზე, r პლანეტისა კვადრატში. მეორე მხრივ ეს f ძალა არის mg, სიმძიმის ძალის ტოლი. გავუტოლოთ ერთმანეთს, გამა m დიდი m პატარაზე r პლანეტისა კვადრატზე უდრის m სხეულისა ჟ-ზე. აქ m-ები გაიკვეცება და თავისუფალი ვარდის აჩქარება რაღაცა m მასის მქონე პლანეტისთვის მოიცემა ფორმულით გამა m r პლანეტისა კვადრატში. ნუ ეს გვაქვს ჩვენ ესე იგი ერთი ფორმულა. ეხლა ამ ფორმულას შეიძლება ცოტა სხვა სახეც მივცეთ. ეხლა პლანეტას გულისხმობთ, რომ არის სფერული ფორმის. ამიტომ მასა ჩვენ შეგვიძლია სიმკვრივე და მოცულობით დაუკავშიროთ ერთმანეთს, იმიტომ რომ მასა არის სიმკვრივე პლანეტისა გამრავლებული მოცულობაზე, პლანეტის მოცულობაზე. ეხლა პლანეტა არის სფერული ფორმის, ამიტომ მოცულობა არის 4/3 π r პლანეტისა კუბში. შევიტანოთ ესე იგი ეს ამ ფორმულაში და ჟ-ისთვის, აი რაღაცა პლანეტისთვის გვექნება გამა რო პლანეტისა 4/3 π r პლანეტისა კუბში შეფარდებული r პლანეტისა კვადრატზე. ეს კვადრატი და ეს კუბი გაიკვეცება და ჟ-ისთვის ვღებულობთ ესეთ ფორმულას. მოდით რიცხვითი სიდიდეები წინ გამოვიტანოთ. 4/3 π გამა რო r-ზე, რო პლანეტისა r პლანეტისაზე. მოდი ეს დავწეროთ დედამიწისთვის. დედამიწისთვის ჟ0-ით აღვნიშნოთ. ჟ0 არის 4/3 π გამა რო 0 r 0. ეხლა მოდი მზისთვის დავწეროთ. ჟ მზეზე არის 4/3 π გამა რო მზისა r მზისაზე. გავყოთ ერთმანეთზე, ესე იგი ჟ მზისა ჟ0-ზე, ჟ მზისა ჟ0-ზე, ნუ 4/3 π და ჟ გაიკვეცება, გვექნება რო მზისა r მზისაზე შეფარდებული რო, ნუ დედამიწისა r დედამიწისაზე. ხო, ჩვენ გვითხრეს, რომ მზის სიმკვრივე, დედამიწის სიმკვრივე შეეფარდება როგორც 1/4, ხოლო რადიუსი 108-ჯერ მეტია. 108 r დედამიწისა r დედამიწისაზე. ესენი გაიკვეცება, მექნება 108/4, ეს არის 27. ასე რომ ჟ მზეზე არის 27-ჯერ ჟ0. ესეთი ფორმულა მივიღეთ. 94 ამოცანა. დედამიწის ზედაპირიდან რა სიმაღლეზე მცირდება სხეულის წონა იმ წონის 19%-ით, რომელიც მას დედამიწის ზედაპირზე აქვს. დედამიწის რადიუსი მოცემულია. ჩავწეროთ ესე იგი დედამიწის რადიუსი r დედამიწის არის 6370 კილომეტრი და ხოლო სიმძიმის ზალა, უпростоრად წონა, ესე იგი p1 არის დედამიწაზე წონას გამოკლებული 19%, ესე იგი 0.19
P0-ისა და რა სიმაღლეზე მოხდება ესაო. ხო, დედამიწაზე წონა P0 არის mg სტოლი. ხო, ესე იგი P პირველი იქნება mg-ს გამოკლებული 0.19 mg. ანუ ეს იქნება 0.91 mg. ეს იგი წონა ამდენი არის, ეს იგი რაღაც სიმაღლეზე. ეხლა მოდი ვნახოთ, ეს იგი რისი ტოლი არის სხეულის წონა რაღაცა სიმაღლეზე. აი თქვათ ეს აღვნიშნოთ A-შით, ეს არის რაღაცა სხეული, რომელიც დედამიწის ზედაპირიდან იმყოფება A სიმაღლეზე, ნახეთ ეს A-ში არის, ეს დედამიწის რადიუსი არის, ეს A-შია. ესე იგი ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ, რომ აი ამ წონას განსაზღვრავს მათ შორის მიზიდულობის ზალა. ესე იგი ეს F იქნება გამმა m დედამიწისა m სხეულზე შეფარდებული r დედამიწისა პლუს A-ში კვადრატში. ხო, ეხლა ეს ფორმულა, კარგით, ესე იგი, ხო, მოდი ეს ფორმულა, მოდით როგორ გადავწეროთ, იცით? გავამრავლოთ დედამიწის რადიუსის კვადრატზე და შევაფარდოთ დედამიწის რადიუსის კვადრატზე. და გადავწეროთ ეს ფორმულა ესეთნაირად. გამმა m დედამიწისა r დედამიწისა კვადრატში გამრავლებული r დედამიწისა კვადრატში r დედამიწისა პლუს A-ში კვადრატში გამრავლებული m-ზე. ნახეთ ეს რატო გავაკეთე? აი ეს სიდიდე, ეს არის თავისუფალი ვარნის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე. ამიტომ f-ისთვის მე შემიძლია დავწერო ფორმულა ეგეთი, რომ ეს არის mg0, g0-ით აღვნიშნოთ ეს თავისუფალი ვარნის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე. მაშინ აი აქაც დავწეროთ ეს g0-ები, g0, ესე იგი mg0 r დედამიწისა კვადრატში r დედამიწისა პლუს A-ში კვადრატში. და ეხლა ეს გითხრეს, რომ ეს f არის აი 0.90 mg0-ის ტოლი. ამიტომ გავუტოლოთ, ესე იგი ეს f არის 0.91 mg0-ის ტოლი. შევიტანოთ ამაში, ესე იგი mg0 r დედამიწისა კვადრატში r დედამიწისა პლუს A-ში კვადრატში არის 0.91 mg0. mg0-თან გაიკვეცება, ორივე მხარედან შემიძლია ფესვი ამოვიღო, მექნება r დედამიწისა პლუს A-ში, აქ მექნება 0.9. გავამრავლოთ ჯვარედინად, ესე იგი ერთმანეთზე r დედამიწისა არის 0.9 r დედამიწისა პლუს 0.9 A-ში. ეს აქეთ გადავიტანოთ, ესე იგი 0.1 r დედამიწისა არის 0.9 A-ში. აქედან A-ში იქნება r დედამიწისა შეფარდებული 9-ზე. ეს არის ჩვენი პასუხი. ერთის 95. ერთნაირი საწყისი სიგრძის ორი ზამბარა გადაბმულია ერთმანეთზე. ზამბარების თავისუფალი ბოლოებს ჭიმავენ ხელით. ზამბარა, რომლის სიხისტე არის 100 ნიუტონი მეტრზე, 5 სანტიმეტრით წაგრძელდა. რას უდრის მეორე ზამბარის სიხისტე, თუ იგი 1 სანტიმეტრით წაგრძელდება? ჩავწეროთ პირობები, ესე იგი K პირველი არის 100 ნიუტონი შეფარდებული მეტრზე, X პირველი არის 5 სანტიმეტრი. X მეორე ზამბარის წაგრძელება 1 სანტიმეტრია და რისი ტოლი არის მეორე ზამბარის წაგრძელება, ესაა სიხისტეო. აი წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის პირველი ზამბარა, ესე იგი პირველი ზამბარა და ეს არის მეორე ზამბარა. აი აქ არის მათი გადაბმის წერტილი. ეხლა გადაბმის წერტილზე პირველი ზამბარა თავისკენ იკაჩება K1, K1, X1 დრეკადობის ძალით
მეორე ზამბარა თავისკენ ეკაჩება K2 ძალით, თავის დრეკადობის ძალით. ეს წერტილი გაჩერებულია. ამიტომ K1x1 უდრის K2x2-ს. აქედან K2 იქნება K1x1 შეფარდებული x2-ზე. აი აქედან დავთვლით მეორე ზამბარის სიხისტრეს. 1/86. რამდენჯერ გაიზრდება წელიწადის ხანგრძლივობა დედამიწაზე, მზის გარშემო მისი ბრუნვის ორბიტის რადიუსი 25-ჯერ რომ გაზრდილიყო. ესე იგი r ორბიტის რადიუსი r2 არის 25 r1-ის ტოლი. და რამდენჯერ გაიზრდებოდა წელიწადის ხანგრძლივობა, ესე იგი T2 რისი ტოლი არის. უბრალოდ T2 T1-თან რისი ტოლი არის. თქვათ ეს წარმოვიდგინოთ, რომ არის მზე, ეს არის დედამიწა, რომელიც მზის გარშემო ბრუნავს. ხო? ესე იგი ბრუნვის დროს დედამიწას აქვს ცენტრისკენული აჩქარება და ამ ცენტრისკენულ აჩქარებას მას ანიჭებს მზის მხრიდან მიზიდულობის ძალა. ამიტომ შეგვიძლია დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონის თანახმად, რომ F, რომელიც მოქმედებს დედამიწაზე, არის m დედამიწისა გამრავლებული მის ცენტრისკენულ აჩქარებაზე. F არის გრავიტაციული მიზიდულობის ძალა. ესე იგი F არის გამა m მზე გამრავლებული m დედამიწაზე, აი მათ შორის რადიუსის კვადრატზე. ეს არის, ესე იგი m დედამიწა და ცენტრისკენული აჩქარება შეგვიძლია დავწეროთ ესეთნაირად ომეგა კვადრატი გამრავლებული რადიუსზე, ესე იგი r1-ზე. მეორე მხრივ ომეგა არის 2π შეფარდებული პერიოდზე და აი ამ ფორმულაში შეგვიძლია შევიტანოთ, ესე იგი გამა m მზის m დედამიწაზე r1-ის კვადრატი უდრის m დედამიწისა, ეს კვადრატში ავა 4π კვადრატი t1-ის კვადრატი r1-ზე. ეხლა წარმოვიდგინოთ, რომ ეს რადიუსი ორჯერ გაიზარდა, ესე 25-ჯერ გაიზარდა. ესე იგი გახდა r2. დავწეროთ ქვეშ გამა m მზის m დედამიწაზე r2-ის კვადრატი უდრის m დედამიწა 4π კვადრატი t2-ის კვადრატი r2-ზე. შევაფარდოთ ახლა ეს განტოლება ამაზე. გამები გაიკვეცება მზის მასასთან, დედამიწის მასა დედამიწის მასასთან, ეს დედამიწის მასები გაიკვეცება 4π კვადრატი 4π კვადრატთან გაიკვეცება და რაც დაგვრჩა, მოდით ის ჩავწეროთ. აი იქნება ეს ზევითავა r2-ის კვადრატი შეფარდებული r1-ის კვადრატზე უდრის t2-ის კვადრატი t1-ის კვადრატზე r1 r2-თან. მოდით ახლა აი ამ t-ების კვადრატების შეფარდება ვიპოვოთ. t2-ის კვადრატი შეფარდებული t1-ის კვადრატზე ტოლი იქნება r2 კუბში შეფარდებული r1-ის კუბზე. ამიტომ t2-ის შეფარდება t1-თან, ეს იქნება კვადრატული ფესვი r2-ის კუბი შეფარდებული r1-ის კუბზე. ნუ ეს არის, ესე იგი r2 არის 25 კუბში r1 კუბი შეფარდებული r1-ის კუბზე, ესენი გაიკვეცება, იქნება კვადრატული ფესვი 25-ის კუბიდან. აი ესეთნაირად შეიცვლება პერიოდი. მე-7 ამოცანა. 0.5 მეტრის სიგრძის ძაბზე დაკიდებული ბურთულა ბრუნავს ჰორიზონტალურ სიბრტყეში 0.3 მეტრი რადიუსიან წერტილზე.
იპოვეთ ბურთულას კუთხური სიჩქარე. ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი L არის 0.5 მეტრი, რადიუსი, ბრუნვის რადიუსი არის 0.3 მეტრი. და უნდა ვიპოვოთ კუთხური სიჩქარე. ესე იგი ომეგა არის კითხვის ნიშნის ტოლი. აი შევხედოთ, ესე იგი, აი ესე თქვათ რაღაცა ძაბზე ქონდა ბურთულა, მერე ეგ მოიყვანეს ბრუნვით მოძრაობაში. აი ნახეთ, აი ეს ბრუნავს, აი ესეთნაირად, აი ამ წრეწირზე. მოდით დავწეროთ რა ძალები მოქმედებენ, ესე იგი, აი ამ ბურთულაზე. მოქმედებს სიმძიმის ზალა mg, მოქმედებს აი ეს თოკის დაჭმულობის ზალა T, აი ეს არის რადიუსი, ესე იგი, რომელზეც ბრუნავს. ნუ სხვა ძალები აღარ მოქმედებენ. ეხლა ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. mg ვექტორს პლუს T ვექტორი უდრის m-ას. მოდით დავაგეგმილოთ ეს გამტოლება აი ამ ცენტრისკენ, ესე იგი. მექნება, ნუ mg-ს მანდ არ აქვს მაგ მიმართულებით მდგენელი, ამიტომ მექნება, აი თქვათ ეს კუთხე თუ ალფათი აღნიშნე, მექნება T სინუს ალფა უდრის MAX, მაგრამ AX-ი ეს არის ცენტრისკენული აჩქარება, ეგ არის ომეგა კვადრატი გამრავლებული რადიუსზე. ამიტომ მექნება T სინუს ალფა არის M ომეგა კვადრატ R-ის ტოლი. ეხლა მოდით ეს მე X ღერძზე რო დავაგეგმილე. ეხლა მოდით დავაგეგმილოთ ყველაფერი Y ღერძზე. აი ეს ვექტორული ტოლობა. ეხლა Y ღერძზე თუ დავაგეგმილე, მე ექნება T ერთი წამით, ხო, აი ეს კუთხე არის, ხო? აი ეს კუთხე იყო. ხო. T კოსინუს ალფა მინუს mg უდრის 0-ს. ესე იგი აქედან T კოსინუს ალფა უდრის mg-ს. ნუ მოდით ერთმანეთის ქვეშ დავწეროთ, ესე იგი T სინუს ალფა უდრიდა m ომეგა კვადრატ R-ს, ხოლო T კოსინუს ალფა უდრის mg-ს. შევაფარდოთ ეს გამტოლებები ერთმანეთზე, T-ები გაიკვეცება, აქ მასები გაიკვეცება, სინუსი გაყოფილი კოსინუსზე, ეს არის ტანგენს ალფა. იქნება ომეგა კვადრატ R შეფარდებული ჟ-სთან. ეხლა ტანგენს ალფა აი ამ სამკუთხედიდან შემიძლია ვიპოვო. შეხედეთ, ეს არის აი ამ რადიუსის აი ამ მონაკვეთთან შეფარდება, ეს მეორე კათეტი არის. ეს მეორე კათეტი მე შემიძლია პითაგორას თეორემით ვიპოვო. ეს იგი ტანგენს ალფა, ეს არის, მოდი დავარქვათ ასოები, ეს O A წერტილი არის აგერ ცენტრი, ტანგენს ალფა ეს არის რადიუსი შეფარდებული OA-სთან. ხოლო OA აი ამ სამკუთხედიდან ეს არის L კვადრატს მინუს R კვადრატი. L კვადრატს მინუს R კვადრატი. ამიტომ ტანგენს ალფასთვის მექნება R შეფარდებული ფესვი L კვადრატს მინუს R კვადრატზე და ჩავწეროთ ახლა რაც მივიღეთ, ესე იგი R შეფარდებული ფესვი L კვადრატს მინუს R კვადრატზე, ეს არის ომეგა კვადრატ R შეფარდებული ჟ-სთან. ნუ აქ R-ები გაიკვეცა, ესე იგი ჟ შეფარდებული ფესვი L კვადრატს მინუს R კვადრატიდან არის ომეგა კვადრატის ტოლი, ანუ ომეგა იქნება ფესვი ჟ, აი კიდე ერთი ფესვი L კვადრატს მინუს R კვადრატიდან. აი ეს არის ის კუთხური სიჩქარე, რა კუთხური სიჩქარითაც იბრუნებს ეს სხეული. 1/92. გრამი მასის ბურთულა, რომელიც დაკიდებულია 40 სანტიმეტრის სიგრძის ძაბზე, გამოიყვანეს წონასწორობის მდგომარეობიდან და გაუშვეს. ბურთულას სიჩქარე უდაბლეს წერტილში 1 მეტრ წამს უდრის. როგორია ძაფის დაჭმულობა ამ მომენტში? ჩავწეროთ, მასა არის, ესე იგი 100 გრამი, ანუ ეს არის 0,1
კილოგრამი. სიგრძე ძაფის არის 40 სანტიმეტრი, ანუ 0.4 მეტრი და გაუშვეს ხელი და მიაღწია წონასწორობაში სიჩქარეს, რომელიც არის 1 მეტრ წამის ტოლი და გვეკითხებიან ამ მომენტში როგორი არის დაჭიმულობის ზალა. დავხატოთ ისევ სურათი, ეს არის ეს ჩვენი ბურთულა, თქვათ გამოიყვანეს ეს წონასწორობის მდგომარეობიდან, აქ 0 ქონდა სიჩქარე, გაუშვეს ხელი, წამოვიდა და აი ამ წერტილში დააგროვა სიჩქარე, რომელიც ვესტოლია. ჩავწეროთ აქ რა ძალები მოქმედებენ. მოქმედებს mg, მოქმედებს თოკის დაჭიმულობის ზალა. დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. mg + t დაჭიმულობის ზალა უდრის m-ას. დავაგეგმილოთ ეს აი ამ თოკის გასწვრივ. თქვათ აქეთ მიმართოთ x ღერძი. მექნება t-s - mg უდრის m-ას, მაგრამ აჩქარება ამ მიმართულებით ეს არის ცენტრისკენული აჩქარება. რომელის ფორმულა არის, ერთ-ერთი ფორმულა არის v² შეფარდებული რადიუსთან. რადიუსის როლში თოკის სიგრძე გამოდის L-ზე. ამიტომ t იქნება mg + mv² შეფარდებული E-თან. აი ესეთი იქნება დაჭიმულობის ზალა, აი ამ ფორმულიდან ვიპოვით. ეს იყო 92. 99. გამოთვალეთ თანამგზავრის ორბიტალური სიჩქარე დედამიწის რადიუსის ტოლ სიმაღლისათვის. რადიუსი მიიჩნიათ 6400 კილომეტრის ტოლად. რა სიჩქარით იმოძრავებს ესე იგი თანამგზავრიო. ესე იგი ეს არის დედამიწა, ეს არის მისი რადიუსი და ჩვენ გვითხრეს რომ თანამგზავრი რადიუსის ტოლ სიმაღლეზე იმყოფებაო. ესე იგი ეს A-ში უდრის რადიუსს. ეს A-ში უდრის რადიუსს. ეს თანამგზავრი ბრუნავს ცხადია წრიულ ორბიტაზე დედამიწის გარშემო. დავწეროთ მისთვის ნიუტონის მეორე კანონი. F უდრის m-ას. რა ზალა ანიჭებს მაგას აი ამ ცენტრისკენულ აჩქარებას? მსოფლიო მიზიდულობის ზალა. ამიტომ F იქნება გამმა m დედამიწა m კოსმოსური ხომალდისა r + a-ში კვადრატში. ცენტრისკენული აჩქარების ფორმულა არის v² შეფარდებული რადიუსთან. რადიუსი არის r + a-ში. შევიტანოთ ამ ფორმულაში ყველაფერი. გამმა m დედამიწისა m სხეულზე r დედამიწისა + a-ში კვადრატში უდრის m v² შეფარდებული რადიუსზე r დედამიწისა + a-ში. ერთი s ამასთან გაიკვეცება, მასასთან გაიკვეცება და რაც მივიღეთ გადავწეროთ. გამმა m r დედამიწისა + a-ში უდრის, ესე იგი v²-ს. მოდი გავაკეთოთ ახლა, რადგან დედამიწის მასა არ მახსოვს ზეპირად, მე მგონი თქვენს არ გახსოვთ, მოდით მოვიქცეთ ესეთნაირად. გავაუმრავლოთ ეს ფორმულა r დედამიწის კვადრატზე და გავყოთ r დედამიწის კვადრატზე. აი ნახეთ, ეს r დედამიწის კვადრატი. აი ეს ამასთან ერთად ეს არის თავისუფალი ვარნის აჩქარება დედამიწის ზედაპირზე. ეს კი g0 r დედამიწისა კვადრატში შეფარდებული r დედამიწისა + a-ში ეს არის v². აქედან ეს 9.8 არის. ამიტომ v-ს ვიპოვი ძალიან ადვილად. ეგ იქნება კვადრატული ფესვი g0 r დედამიწისა კვადრატში r დედამიწისა + a-ში. a-ში ისევ r დედამიწისა არის. ამიტომ ეს იქნება g0 r კვადრატი 2-ჯერ r 2-ჯერ r, ეს დედამიწის რადიუსებია. ეს და ეს კვადრატი გაიკვეცება და მექნება g0 r დედამიწისა 2-ზე ფესვი აქედან. 1/90 ამოცანა. 0.3 მეტრა სიგრძის ძაფზე დაკიდებული ბურთულა ბრუნავს წრეწირზე ჰორიზონტალურ სიბრტყეში. უდიდესი დაჭიმულობის ზალა, რომელსაც უძლებს ძაფი, 3-ჯერ აღემატება ბურთულას წონას. რა მაქსიმალური კუთხური სიჩქარით შეიძლება ბრუნავდეს ბურთულა, რომ ძაფი არ გაწყდეს?
ჩავწეროთ მოცემულობა, ესე იგი L არის 0.3 მეტრი. ჰორიზონტალურ სიბრტყეში ბრუნავს. ესე იგი დაჭიმლობის ზალა T მაქსიმალური, ხო? არის 3 mg სტოლიო. რასაც ის უძლებს. და ხო მაქსიმალური კუთხური სიჩქარე ხო როგორი უნდა იყოს მაქსიმალური კუთხური სიჩქარე რო არ გაწყდეს ესე იგი ომეგა მაქსიმალური არის კითხვის ნიშანი სტოლიო მოდი დავხატოთ ესე იგი ეს სურათი ეს არის ძაბზე დაკიდებული ბურთულა ეს არის რო გადახრილი არის ესე იგი ეგა და აი ბრუნავს აი ესეთ სიბრტყეში ну დავხატოთ რა ძალები მოქმედებენ მასზე მოქმედებს mg ძალა აი ეს დაჭიმლობის ზალა ეს არის რადიუსი ეს არის თოკის სიგრძე l ხო ესე იგი ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი mg + t უდრის ma ცენტრისკენულს დავგეგმილოთ ეს აი ამ x ღერძზე და მე აი ამ y ღერძზე x ну მოდით ეს აღვნიშნოთ ალფათი არ არის მოცემული მაგრამ ну იმედია ამოვარდება ესე იგი ეს კუთხეები ხო ну მოდით ნახოთ ხო დავაგეგმილოთ აი ამ x ღერძზე ეს თუ ალფა არის აგერ ესეც ალფა იქნება მექნება t სინუს ალფა არის m ომეგა კვადრატ r სადაც r რადიუსი არის ეხლა y ღერძზე თუ დავაგეგმილებ t კოსინუს ალფა უდრის mg-ს ეხლა ჩვენ გვითხნეს რომ მაქსიმალური დაჭიმლობის ზალაო რომელსაც უძლებსო ესე იგი ეგ არის 3 mg სტოლიო ესე იგი აქ ჩვენ შეგვიძლია 3 mg შევიტანოთ ესე იგი 3 mg უდრის 3 mg კოსინუს ალფა უდრის mg-ს mg-ები გაიკვეცება და მივიღებთ რომ კოსინუს ალფა არის 1/13 ეხლა რაც შეეხება რა ქვია სინუს ალფას სინუს ალფა არის კვადრატული ფესვი 1 მინუს კოსინუს კვადრატ ალფა. ანუ ეს არის 1 მინუს 1/9-დან ფესვი, ანუ ფესვი 8/9-დან. ხო, ეხლა ეს აქ შეგვიძლია შევიტანოთ, ესე იგი ამ ფორმულაში და t-ს მაგივრად ისევ 3 mg. 3 mg სინუს ალფა არის ფესვი 8/9-დან უდრის m ომეგა კვადრატ r. ეხლა r-ს რაც ეხება, ეგ არის l სინუს ალფა. l სინუს ალფა ისევ ფესვი 8/9-დან არის. ესენი გაიკვეცება, მასები გაიკვეცება. აქედან ომეგა კვადრატი გვექნება 3 შეფარდებული 3g ბოდიში შეფარდებული l-თან და ომეგა იქნება ფესვი 3g l-დან. აი ესეთი არის პასუხი. ხო 1/91 იპოვეთ ძაფის დაჭიმულობის ზალა 1/15 სურათზე გამოსახულ მომენტში თუ ტვირთის მასა 100 გრამია სიჩქარე 2 მეტრწამი ძაფის სიგრძე 40 სანტიმეტრი გადახრის კუთხე ალფა კი 60 გრადუსის ტოლია ჩავწეროთ ეს იგი მოცემულობა მასა არის 100 გრამი ანუ ეს არის 0.1 კილოგრამი სიჩქარე ამ მომენტში არის 2 მეტრი წამი ძაფის სიგრძე L არის 40 სანტიმეტრი და
და ალფა კუთხე არის 60 გრადუსი და ამ მომენტში გვაინტერესებს ძაფის დაჭიმულობის ზალა. დავხატოთ ესე იგი სურათი. ეს არის ვერტიკალი, აი ვერტიკალთან გადახრილი არის ესე იგი ეს თოკი. ამ მომენტში სიჩქარე ხების გასწვრივ არის, გადახრის კუთხე ალფა არის და დავხატოთ რა ძალები მოქმედებენ. ესე იგი მოქმედებს mg, მოქმედებს დაჭიმულობის ზალა t. სხვა ძალა აღარ მოქმედებს. ჩავწერეთ ნიუტონის მეორე კანონი. mg-ს პლუს t უდრის m-ს. მოდით ეს ვექტორული ტოლობა დავაგეგმილოთ აი ამ x ღერძზე. x-ი მივმართოთ აი ესე იგი თოკის გასწვრივ. ესე იგი ეს თუ ალფა არის, ალფა აგერც ესეც ალფა იქნება. მექნება t-ს მინუს mg კოსინუს ალფა არის mv კვადრატი შეფარდებული რადიუსზე. რადიუსის როლში l გამოდის. ამიტომ დაჭიმულობის ზალა მექნება mg კოსინუს ალფა პლუს mv კვადრატი შეფარდებული l-ზე. აი ეს არის ამ ამოცანის პასუხი. 92 ამოცანა. ტყვია, რომლის მასა 9 გრამია, ხვდება მორს და რჩება შიგ 1.17 ნახაზზე მოცემულია ტყვის სიჩქარე. სიჩქარის გრაფიკი. იპოვეთ წინამდებობის საშუალო ძალა. ტყვის მასა არის 9 გრამი, ეს არის 0.009 ესე იგი კილოგრამი. ხო, და ისა რა ქვია, გვეკითხებიან წინამდებობის საშუალო ძალას, F-ი რისი ტოლია. სიჩქარის გრაფიკი გვაქვს აქ მოცემული. შეხედეთ, ესე იგი, საწყისი სიჩქარე იყო 800, მერე 6 წამი, აი თქვა, აი ამ მომენტში 6 წამი რო იყო, 2 წამში, აი თქვა 6-დან 8 წამში სიჩქარე შემცირდა 0-მდე. ამიტომ აჩქარება იქნება 800 გაყოფილი 2-ზე. ამიტომ ეს არის 400 მეტრი წამ კვადრატი. ამიტომ წინამდებობის ზალა იქნება m-ას ტოლი. აი ამ წინამდებობის ზალა მიანიჭა აჩქარება. ამიტომ პირდაპირ აქედან გამოთვლით ამ ამოცანას. 1-93 ამოცანა. გამოთვალეთ ზალა, რომელიც საჭიროა 20 კილოგრამი მასის ხის ძელის გასასრიალებლად ხის იატაკზე. ხეზე ხის ხახუნის კოეფიციენტი 0.25-ია. მასა მოცემული არის, ესე იგი 20 კილოგრამი, ბოდიში 20 კილოგრამი, ხახუნის კოეფიციენტი მ არის 0.25 და რა ძალა არის საჭირო რომ გავასრიალოთ. აი თქვათ ეს არის ხის იატაკი, ეს არის რაღაცა ძელი, ესე იგი რომ გავასრიალოთ, ესე იგი ეს მოდებული ძალა უფრო მეტი უნდა იყოს ვიდრე სრიალის ხახუნის ზალა. ესე იგი F-ი, ოდნავ მეტი უნდა იყოს, დავწეროთ რომ ტოლია უნდა იყოს F ხახუნის ზალისა. ხახუნის ზალა არის μ-n-ის ტოლი. ეხლა n-ი არის mg-ს ტოლი, რადგან ჰორიზონტალურ ზედაპირზე დევს სხეული, ეს არის mg ზალა, ეს რეაქციის ზალა, ამ მიმართულებით, რადგან არაფერი მოძრაობა არ არის, ეს იგი n-ი უდრის mg-ს. მოძრაობა კი არა, თავარი რომ აჩქარება არ არის. ამიტომ F ხახუნი იქნება μ-mg და ეს F მოდებული ძალა უნდა იყოს ოდნავ მეტი ვიდრე μ-mg. აი ეს არის ეს ჩვენი ამოცანის პასუხი. ეგ იყო 93. 94. ეს 94 იყო. რომელიღაცა გამომჩა ეტყობა.
აი 92 გამომრჩა. 92 გავაკეთოთ. მოცემულია დრეკადი ბურთულას სიჩქარის გრაფიკი. სურათი 1/16. იგი ეჯახება კედელს და ირეკლება. იპოვეთ ბურთულას კედელთან ურთიერთქმედების ზალა თუ ბურთულის მასა 100 გრამია. ეს იგი M არის 100 გრამი, ანუ 0.1 კილოგრამი. და სიჩქარის გრაფიკია მოცემული აი ესეთნაირი. ეს აქ იყო 6, მერე დაეჯახა აი 0.2 წამი რო იყო, ესე იგი მერე დაეჯახა, ესე იგი აქ მერე 0.3 და აქ ისევ -6 არის. აი ესეთი მდგომარეობა. ნუ ჩვენ შეგვიძლია ესე იგი ძალისათვის დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ ეს არის იმპულსის ცვლილება შეფარდებული იმ დროსთან, რა დროშია ცვლილება მოხდა. საბოლოო იმპულსი არის -mv, საწყისი იმპულსი არის mv და ეს ცვლილება მოხდა 0.1 წამში. ნუ ეს ტაუზე დავწეროთ. ტაუ არის 0.1 წამი. ნუ ეს მინუსი მიუთითებს, რომ x ღერძის საწინააღმდეგოდ არის ეს ძალა. ამიტომ იქნება -2 mv შეფარდებული ტაუსთან. ეხლა 80 ესე იგი 93 ეს 94. ხო, ნუ მოკლედ ეს ეხლა 95. ეს ნომრები თქვენთან გაასწორეთ. M უდრის 1 კილოგრამი მასის ციგას თანაბრად ამოძრავებენ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხით დახრილი 110 ნიუტონი ძალის მოქმედებით. იპოვეთ ხახუნის კოეფიციენტი. ეს კი მასა არის 1 კილოგრამი, ალფა კუთხე არის 30 გრადუსი, ძალა არის 10 ნიუტონი. და უნდა ვიპოვოთ ხახუნის კოეფიციენტი μ არის კითხვის ნიშანი. აი ეს არის თქვა ციგა, ამ ციგაზე მოქმედებს ძალა აი ესეთი კუთხით, ალფა და ძალა F-ის ტოლია. ნუ თანაბრად ამოძრავებენ და ხახუნის კოეფიციენტი უნდა ვიპოვოთ. დავწეროთ რა ძალები მოქმედებენ ამ სხეულზე. ქვევით მოქმედებს mg ძალა, ვერტიკალურად ზევით მოქმედებს ეს რეაქციის ზალა, აი ეს არის გამწევი ზალა და კიდე მოქმედებს ეგრეთ წოდებული სრიალის ხახუნის ზალა. აჩქარება არ აქვს ამ სხეულს, ესე იგი აჩქარება არის 0, მაგრამ მოძრაობს რაღაცა v-სიჩქარით. ჩავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, ესე იგი ტოლქმედი ზალა უდრის 0-ს ამ შემთხვევაში. ესე იგი mg plus n plus f plus ხახუნის ზალა უდრის 0-ს. აი აჩქარება რო ყოფილიყო, აქ m-ას დავწერდი. მოდი ახლა ეს დავაგეგმილოთ აი ამ ჰორიზონტალურ მიმართულებით x ღერძზე. ესე იგი x ღერძზე n და mg ამათ წვლილი არ შეაქვთ, გვექნება f კოსინუს ალფას minus f ხახუნი უდრის 0-ს. ხახუნის ზალა არის μ n-ის ტოლი. ეხლა n-ი რო დავადგინო, აი ამ მიმართულებით y მიმართულებით უნდა დავაგეგმილო. ეხლა შეხედეთ, რომ ამ y მიმართულებაზე აი ამ f ზალას აქვს დგენელი. ესე გვექნება n plus f sinus alpha minus mg უდრის 0-ს. ასე რომ n-ი გამოვა mg-ს minus f sinus alpha. მაშინ მე ნახეთ რა გამოვიდა, რომ დაწოლა შემცირებულია, იმიტომ რომ აი ამ ძალას ეს რადგან ვერტიკალური მდგენელი აქვს, ხო? ამსუბუქებს, ესე იგი ამ სხეულს ეს ვერტიკალური მდგენელი. ამიტომ ეს შევიტანოთ ახლა აი აქ ამ ფორმულაში, ესე იგი f კოსინუს ალფა მინუს უდრის, ესე იგი ხახუნის ზალას. უდრის μ mg minus f sinus alpha. ნუ გადავიტანოთ f-იანი წევრები. არა, μ გვინდა ჩვენ აქ. μ უდრის f
კოსინუს ალფა შეფარდებული mg-ს მინუს f სინუს ალფა. ნუ 1/96. რა აჩქარებით იმოძრავებს სხეული ალფა 30 გრადუსიანი დახრილობის სიფტყეზე, თუ ხახუნის კოეფიციენტი 0.2 სტოლია. აჩქარება ალფა არის 30 გრადუსი, ხახუნის კოეფიციენტი μ არის 0.2. გვეკითხებიან აჩქარებას. დავხატოთ სურათი. აი აქ დავდეთ თქვათ რაღაცა სხეული. ამ სხეულზე მოქმედებს სიმძიმის ზალა mg, მოქმედებს ზედაპირის რეაქციის ზალა, რომელიც ზედაპირის პერპენდიკულარულია და რადგან სრიალებს ქვევით, ხახუნის ზალა იქნება ზედაპირის გასწვრივ მიმართული. დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი. mg plus n plus ეს ხახუნის ზალა უდრის m-ას. დავაგეგმილოთ ეს ყველაფერი აი ამ x ღერძზე. ნუ ეს თუ ალფა არის, ასეთივე კუთხე ალფა აგერ არის, იმიტომ რომ ეს mg პერპენდიკულარულია ფუძისა და ეს კი აი ამ დახრილი სიტყვის ზედაპირის პერპენდიკულარულია, როგორც ურთიერთ პერპენდიკულარული გვერდებით შედგენილი კუთხეები. ამიტომ ექნება, ესე იგი mg სინუს ალფა მინუს f ხახუნი უდრის m-ას. ხახუნის ზალა ვიცით რომ არის μ n-ის ტოლი. ახლა n-ის დასადგენად მოდი დავაგეგმილოთ აი ამ y ღერძზე. ამ მიმართულებით აჩქარება არ აქვს სხეულს. ამიტომ დაიწერება რომ n-ს მინუს mg, აი შეხედეთ, ეს ალფა არის, ეს მიმდებარე კათეტი მინუს mg კოსინუს ალფა უდრის 0-ს. ამიტომ n-ი ტოლი იქნება mg კოსინუს ალფა. შევიტანოთ აქა mg სინუს ალფა მინუს μ mg კოსინუს ალფა უდრის m-ას. მასაზე ყველაფერი შეგვიძლია გავკვეცოთ და აჩქარებისთვის გვექნება g სინუს ალფა მინუს μ g კოსინუს ალფა. ეს არის ჩვენი საბოლოო პასუხი.